ამპუტანტთა ფეხბურთში ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის 2025 წლის საქართველოს თასის ფინალში გორის დილამ ბათუმის ბათუმს 1-0 ძლია. გამარჯვების გოლი მოწინააღმდეგის კარში მათე ქარდავამ გაიტანა. დილა აღნიშნული თასის მფლობელი კლუბის ისტორიაში უკვე მესამედ გახდა. თასის შემდგომ ვიწევს მეორე ტურნირი საქართველოს ჩემპიონატი. ვემზადებით, ბიჭები მოწადინებულები არიან და იმედია რომ ვასახელებთ ჩვენ გორსაც და საქართველოსაც. გორის მუნიციპალიტეტის მერია გვერდში უდგას გორის დილას ფეხბურთელებს, როგორც ფინანსურად, ისე მატერიალურად ყველანაირად ხელშეწყობა აქვთ და გვინდა რომ გაიმარჯვონ და მომავალში მიიღონ კიდევ უფრო დიდ შეჯიბრებებში მონაწილეობა. ქვეყნის თასის მოპოვების გარდა აღნიშნული გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს და ქვეყნის სუპერ თასსაც ფლობდა. გასულ წელს იასპარეზა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზეც. გორში ტარდება საქართველოს თასის ფინალი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. გორის დილა ხდება ბათუმის ბათუმს. მატჩი, რა თქმა უნდა, მათი მონაწილეობით საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩემპიონატში მონაწილეობაც, თასის გათამაშებაში მონაწილეობაც. ამ შემთხვევაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, გორის გუნდს, გორის დილას, რომელიც ჩვენი, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ფინანსდება და ასპარეზობს, გამოდის საქართველოს ჩემპიონატზე და საქართველოს თასის გათამაშებაში. გორის დილას გასულ წლებში საქართველოს თასიც აქვს მოგებული, ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, ქვეყნის ჩემპიონობის შემდეგ კლუბმა შეძლო ევროპაში, ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მიღების, მონაწილეობაც მიიღო. მოკლედ ამ ადამიანების ასპარეზობა ყოველთვის საინტერესოა და მათი ჟინი, სპორტული, მათი შემართება მართლაც შესაშური გახლავთ. გუნდის შექმნისა და მისი მხარდაჭერის მიზანი ამპუტირებულთათვის სპორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა, რეაბილიტაცია და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.